დღემშვიდობისა ქართველებო, დღეს არის 7 აპრილი და ეხლა არის 10 საკლია 10 წუთი დილის. ხარება დღე, ხარების დღესასწაული, გილოცავთ ყველას ხარებას, ღმერთმა გასახარებელი მოგცეთ ყოველდღიურა სისხამდილა. თუმცა დღევანდელობაში ძალიან რთულია ეს, მაგრამ უსურვოთ მაინც ჩვენ ერთმანეთს. დღეს დავდებ კიდე ვიდეო სიმხარების, რომელიც 2021-ში ჩავწერე, არ მახსოვს ახლა ზუსტად. და იქ მექნება ძალიან საინტერესო ლექცია ხარებაზე. ანუ კიდევ ესე იგი პირველ ენაზე, რომელთაც განითესა შემდეგ მსოფლიოში ყველა ენა, ასე ვთქვათ. არა ბატონო, მე არაფერს გადამეტებულს არ ვლაპარაკობ და ზედმეც ვინაიდან ეს ყველაფერი მტკიცებადია, დამტკიცებულიც არის, მაგრამ მოვა დრო და ეს უმაღლეს, ასე ვთქვათ, მსოფლიო რანგის დონეზე კიდე გავა, მაგრამ შეიძლება მე არ მოვესწრო ამას, მე შეიძლება მე არ მოვესწრო. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. და მით უმეტეს ახლა ჩვენ ისეთ პერიოდში, როდესაც გამხელა მიდის ყველაფრისა, ეს არ მიდის მარტო ერთი რაღაც სპექტრალური განხრით, თუნდაც მეცნიერების კუთხით, თუნდაც რწმენის კუთხით, თუნდაც რა ვიცი, ცნობიერების საერთოდ ზოგადად, ეს ყველანაირ მასშტაბში მიდის ეს მხილება და გამხელა. გამხელა საიდუმლო ინფორმაციებისა, რომელიც დაფლული იყო 2000 წელი. დღეს ხა დილაუთენია არ დავდებ მაგას, მაგრამ სადღაც მოდი ასე ვთქვათ 12 საათისთვის, იმიტომ რომ სადილზე ასე ვთქვათ, დღესასწაულის სადილზე რომ დაждდებით, უკეთესად რომ გქონდეთ წარმოდგენა და სადღეძილ უკეთესად მერე კიდე რომ შეისვას. მოკლედ ეხლა იმის შესახებ, რომ თუ რა ხდება კიდე დღეს საქართველოში, მაგონიდან ვერ გამოდიან ზოგიერთები, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა სტაბილურდება მგონია სიტუაცია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს უმრავლესობაზე არ არის ნათქვამი, რომ უმრავლესობა ყოველთვის ბრბო არის. დიახ ბატონო, დიახ. ბრბო არის, უმრავლესობა არის ყოველთვის ბრბო. ეს მსოფლიოში ასე იყო ყოველთვის. და კიდე ნუ თავში შარიკები ავარნიო, აბა ჩვენ ამდენი ხალხიო, ესე იგი სულები ვართ. დიახ ბატონო, დიახ. გამიგეთ. ამასაც დამტკიცება არ უნდა, რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. დავიწყებ ახლა იმიდან თუ გინდათ. აი ბატონო, გერმანიის ფაშიზმი, რასაც ერქვა, ხო? 50 მილიონი იყო მაშინ გერმანია. 50 მილიონი და 50 მილიონიდან 35 მილიონი ესე იგი რაღაც სისტემა, ვისაც ეს სჭირდებოდა, ხო? მის გიტლერის თამადობით 50-დან გეუბნებით 35 მილიონი გახადეს ფაშისტი. კაცისმული. არ იყო ახლა ეს ბრბო? გეუბნებით, არ იყო ბრბო? 35 მილიონი. და 15 მილიონი იყო უმცირესობაში. ნუ შეიძლება კიდევ ნაკლებიც. გესმით? არ იყო ბრბო? მაგრამ ის ძალიან უმცირესობაში რო იყო, ის ვის ხმას ამოიღო, მაგას კლავდნენ, ხოცავდნენ. სადღაც უნდა გადახვეწილიყო, ან საერთოდ დადუმებული იყო. ნუ კარგი, ეხლა ეს ერთი. ეხლა აქეთ შემოვიდეთ ჩვენ საქართველოში. შინაურობაში მოვიკითხოთ. 90-ში, შემოკარგებო 91-ში ხალხი რო გამოხვედით, რო გამოვიდა. ესე იგი ახალი მთავრობის წინააღმდეგ და იარაღი რო აიღო ხელში. ხო? მაშინ არ ეყავით თქვენ უმრავლესობაში, ბუნებრივია. ხო ასე? კი. მაგრამ იმ რაღაც რაოდენობას ხომ ედგა გვერდში ინტელიგენცია. ისინი ვინც რძეს ასმევდნენ გველს.
ხო იყოს და მე როგორც კი იარაღი დაამხეთ სხვა სახელმწიფოს დახმარებით რა თქმა უნდა ხო რო დაამხეთ შემდეგ ერთ წელიწად ახლავს ხო გახდით უმრავლესობა ხო მე ეს უმრავლესობა რა შვებოდა ჯერ დაიწყო თბილისიდან ახალგაზრდები მოკლეს ნუ ჯერ პირველი დღიდან არ ვამბობ უკვე რო დაპირისპირებაზე ხო მაგრამ შემდეგ რაკენი სამეგრელოში 6 წელიწადი რო იბოგინეს და იმათ უკან ვინც მასა ედგა თბილისის ინტელიგენციის მეთაურობით ჩამოგისახელება სახელები ყველა ის არის ვისაც თქვენ კერპად მიგაჩნიათ ერთს გეტყვით და დაგიმსროთ ყველაფერს ერთს გეტყვით სხვას არ გეტყვით და მეორესაც მივაწები კახე გავსაძე ბატონო გაქანებული შევარნაძისტი ჯაბაისტი ილოისტი და მეორე კიდე რამაც ხვიკვაძე გადამახარაძეთან სახში წავარ ნამყოლ ყველა ესენი წაშს უკრავდნენ და ბოდიში და ერთ ადგილს უზიდავდნენ შევარნაძე და ილიადან დაწყებული და ყველა მე კიდევით მათთან გვერდში იყავით არ იყავით ბრო არ იყო ის მასა ხო უმრავლესობაში იყავით მაშინ უკვე მე ხო გახდით უმრავლესობა და 6 წელი რო აბოგინეთ სამეგრელოში ხალხი და აქედან წაშს რო უკრავდით და მიდით მიაწექი და ბოლომდე გავანადგუროთ სამეგრელო და მეგრელები დედაუტიროთ იმიტომ და ამიტომ და იმიტომ ეს ბრო არ იყავით მაშინ ხო იყო ბროზე უარესი კიდე ჯგრგო რო ვთქვა ხო იყავით იმიტომ რომ ყლელების თარდამჭერი და პაჯიგატელები და წაშესპრილები ყველა ხართ იგივე აი სასამართლოში რო დაგისვან საკითხი იგივე მუხლით ახართ გასაშვები ყველა და რამდენი ხართ ახლა მაშინ აი ასე თუ მივადგებით დასახურეთები და მოსასპობი და ასე ვთქვა და ასე შემდეგ ხო თომასია რომელი ერთი ადგები და დამიდგებით ახლა წინ და მეტყვით რომ ეს ასე არ არის ან კიდევ ის არ მინდა ახლა ხარებაზე ასეთ ლაპარაკი მაგრამ კარგია ნახო და ან კიდევ გაგახსენებთ ერთ საკითხს 93 წელი როდესაც შევარანძემ განაცხადა მე რო გადავდგები იმიტომ თქვენთანო კაცო აი პარლამენტში ზის ისე მაგისთან ურჯულოები უზის ყველა კაცის მკვლელები და მეო თქვენო ისაო ასე ისო არ შემიძლიაო თქვენთან და წავედიო მეო კიდედაც ვადირეო ერთი და გადავდეგიო არიხა მე გიგალორსკი ბანძე მიიტირა ფოიეში იყვირა ერთი ამბავი ხალი და არ ვარ ჩვენ ღირსი ამისტანა კაცისო ამისტანა ჩატლაღი და ბოზი და ნაბიჭვარისო კაცის მკვლელის ღირსები ჩვენ არა ვართო კაცო ჩვენ ვართო მოსასპობი და ისა თაბაგარი და ის რო არის სიტყვები რო არის აუთასია ზუსტად ისია რა ხო და მე ეხვეწენ იმას რა ქვია იმ სატანის მინძილო მოიყვანა რომ მისაო რა ქვია არაო კაცო მე ერთხელ რო გადავაფურთხეო მორჩაო მიგაფურთხეთო თქვენ დედაც ვატირეო აცი მე დაფურთხებოს არა ვლოკავო და შეჯდა ჯორზე ხა ვითომ ორა ჩათლახი იყო ეს უნდა თავისი ავტორიტეტის ასაწევად ისო არსად არ წავიდოდა ის თურანცისოდა ხო და მე გააკეთეს ესეთი манипуляცია რა გვეშველება კიდევ ჩვენი ასე ვთქვათ ნათლია ჩავთოთო გორდულმაში ვინა ილია და ილიასთან მივიდა კაცო ეს ინტელიგენცია არიქა მამაო გვიშველეთ რა ვიღუბებით ჩვენი მარჩენალი ყდება უკრება მიდის კაცო და დავიღუბებით მე რომ ჩაერია ილია რა თქმა უნდა ახლა გამოვიდა ილია პარლამენტის შენობიდან ქვემოთ დგას ეს ბრბო ჯგრგო კაცის მკვლელთა დამკვლელები თავისთავად კიდე ხო და ესეთ ჩემი ხალხი თუ გაქვთო ძმებო და დებო ეს კაცი დავაბრუნოთ რა და ისო დაფურთხა ის თვითონ ველა როკას თქვენ ალოკეთო რა ძალიან გთხოვთო რა გამიგეთ ხო და
თქვენ ალოკეთ ეს რამენაირად და ეს ხალხი ეს ბრბო ჯგო დააჩოქა ბიჭო დაიჩოქა თბილისელებმა დაიჩოქეს ვის დაუჩოქეს დედაფეთქებულ სატანას იმ შევარდნაძეს და მაგის გამო ეს რო ილიას არ გამოსული იყო და რო არ ეთქვა ასეთი სიტყვები მაშინ მაგას არ გააკეთებდა ხალხი გესმი მაგრამ ეს ილიამ გააკეთებინა დააჩოქინა და აალოკინა ბრბო არ იყავით მაშინ ჯგო არ იყავით რა იყავით აბა დებილები და სულელები არ იყავით მაშინ და იგივე ბრბო გამოვიდა ახლა და აია მარციას დაასტილს ახლა და შენო ვინახარო 1 და 2 და 10 და 100 და 1000 რო გამოთქვენ მიხარო აგე მილიონები ვარ ყველასული ბრბო ხარ აბა რა ხარ ის რაც აქამდე ისინი დოკუმენტები დავდე არგუმენტები როგორ გითხრათ 100%-იანი ორიგინალი ხო და მაგაზე თვალებს რო იფშვიდე და რო გადმოდიხარ ბიჭო იმაზე რა გვია ხალი კაცი ხალი მესმის აღარ როიწყებდო და ხალი კაცი რო ილანძღები და აი უარგუმენტო და აბსურდად უაპელაციოდ ყველანაირი ფაქტების აი მესმის ადამიანს რაღაცას რო წაუყენებენ და შენ რო გამოხვიდე და ის რო გააქარწლო ხო то რაღაცა რატომ იმიტომ და ამიტომ ხო არა ბიჭო არანაირი ფაქტი არ არსებობს უბრალოდ გადმოდიან ეს შეტევაზე გინებაზე ლანძღვაზე უზრდელები მერწყევლაზე გადმოდიან რაჯის ისახად დათათოროთ საიდან მოეთრეთ ასეთები ესეთი ბიჭო ამას მაინც ხმა გამოსცემს აი რაღაც ბრბო ხარ დაბა რა ხარ ჯვადეგით ერთი ადამიანი ნახევარ კაცის მეოთხედი იყავით რომელიმე და დაამიჯდეს ეთერში ნებისმიერ ტელევიზიაში ოღონდ მე არ გეუბნები ვიღა პიჭობაჭულებზე ცოტა იმაზე ფალავნებზე გეუბნები და გოლიათებზე ხო გამოვიდეს კაცის მეოთხედი ვინმე და დაამტკიცოს იმისი ანტის ისინი მოიტანოს კაცო არგუმენტები გასამართლებელი და მე რომ ვამბობ ეს ტყუილია არასწორია კი ბატონო დაიმტკიცეს ვინმე მაგრამ რო არ ახართ არავინ მეოთხედიც რო არ ახართ ბიჭო კაცის მეოთხედი კიდე რო არ ახართ აი პირდაპირ ესე იგი უარგუმენტოდ რომ მოდიხარ და რო იგინებიდი ლანძღებით და რო იწყევლებით ხალივით ხო ეს ხო 1,000,000% იმის დამადასტურება შეხარ კებ თაყვანისმებელი გამოთაყვანებული მაგრა დაგოიმებული ყუბში კი არა მე 4 ხარეს რა ქვია კაცო კვადრილიონში თუ რა ჩემპეხებში ხო აი ხა ძის ეს ხალხი და ხარებას დღესასწაულზე დალე მე აღდგომა ხო აღდგომა ხა ცეცხლი გადმოვა ცეცხლი ხო ცეცხლი გადმოვა აი დედას დუნა ასიზამაბა ხა აი ესეთ ქვეყანაში ცხოვრობ და ასეთ იმაში სულ დანაშაული ემატება და არავის არ ის რა ქვია გაუსამართლები ეს დანაშაულთა მოდგმაში ვარ და ეს ბევრი ხარ და რა ხარ ბრბო ხარ როგორ შეიძლება ასე აბა ბიჭო ხა მოგეფერები ხო აქეთ ხო იცი დანდობა ვინმე თქვენ ხო 1000 რომ ეთქვი დაგიბრუნებ და 10 ხურდას რო ვითმენ ყოველთვის არ იქნება მოთმენა კარგით მეგობრებო მოკლედ მამადიეთ ხა დღეს ხარებაზე ასეთი რა მაგრამ დასახარებელი ის არის რომ არის ბიძგები არის ასე ვთქვათ მასა რაღაცა იღვიძებს მე ვხედავ ამას ბევრი მწერს კიდე და წვეთიო როგორც იტყვიან ქვას გახრეცო და გავხრედავ ამ ქვასაც ზაბარაი როგორ იქნება ნელა კარგით მრავალ ხარებას მეგობრებო და დღეს ნუნა 12 საათისთვის დავდები მალუმა 12 საათისთვის დავდები მას რა ქვია ვიდეოს ხარების შესახებ დღესაც თუ რა ასლის შავს ეს რა ამბავია პირველი ენი როგორ გაიფანტა მე ბაბილონის გოდოლამდე რაც იყო ენა ერთპირი ხო იყო კაცო ენა თუ ერთპირი იყო მე რო დაიფანტა სხვადასხვანები რო გაჩნდა ერთი პირიდან ხო წაიღო ყველა ერთად ხო
რაღაც ნაწილ და იმ ერთ პირზე გეუნებით ხა იმ ერთ ენას და შემდეგ რას ნიშნავს მასწავლებელი მოსწავლე და ყველაფერი იმ პირველ ენაზე გაიგებთ ყველაფერს დღეს 12 საათს დღეში 12 საათს აბა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე